მოგესალმებით მეგობრებო. დღეს პატივი მაქვს ვიყო მასპინძელი ბატონ თემურ მაისურაძის და მოხარული ვარ რომ იგი მეცდომრა. ყველა იცნობთ მას. ბატონ თემურ, მოგესალმებით. გამარჯობა ბატონ ნიკოლოზ, მოგესალმებით თქვენ მაყურებელს, უღმესი მადლობა მოწვევისთვის. მოხარული ვარ რომ ჯანმრთელად ხარ და კარგად ხარ და ყველამ ვიცით უკვე ჯანმრთელობის რიგი პრობლემები, მაგრამ ყველაფერს დავძლებთ, თავარია შემართული სულიერი მდგომარეობა და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. მე შეგახსენებთ რომ ბატონი თემური ბრძანდება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და იგი არის პედაგოგი. ასწავლის საქართველოს ახალგაზრდობას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შეთანხმებული ვიყავით რომ გველაპარაკა განათლების სისტემაზე და ჯანდაცვის სისტემაზე გამომდინარე რა იქიდან რომ როგორც ბატონი თემური მეც აქ უშუალო შეხება გვაქვს ორივე სამ ჯანდაცვის სისტემასთან ჩვენი რიგი პრობლემების გამო, მაგრამ ამასთან ერთად ეხლა შევთანხმდით და კორექტირება შევიტანთ, დავიწყებთ ალიასკის შეხვედრით. ამაზე ორი სიტყვა ვთქვათ, არ შეიძლება, იმიტომ ყველაზე აქტუალური თემა დღესდღეობით. მოკლედ ბატონ თემო, გისმენთ რა მოხდა ალიასკაში? ალიასკაზე უпростоრე. რა იყო ეს? თუ შევხედავთ ესე იგი ვითარებას, რა ვითარებაში მოხდა ესე იგი ამ შეხვედრის ორგანიზება და თუ გადავხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას, ჩვენ დავინახავთ რომ შეერთებული შტატები არასოდეს არ ჯდება დამარცხებულ მხარესთან სასაუბროდ. იგივე ეს ალ-გულანის საკითხს გავიხსენებთ, ვიცით ვინც არის, მაგრამ უკვე როგორც გამარჯვებული ყველა აღიარა ევროპა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები ასწავლეს. ანუ ის რომ ისინი დაჯდნენ უკვე პუტინთან სალაპარაკოდ და ეს ინიციატივა წამოვიდა შეერთებული შტატებისგან, აი ეს ექსტრემალურად ძალიან როიტყვან მოკლე დროში შეიძლება ითქვას რომ დასავლეთი თვლის განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების საკითხებში ხედავობაში რომ რუსეთი არის გამარჯვებული. ანუ იმარჯვებს რუსეთი. შესაბამისად, ვიდრე ეს კიდე სხვა ფორმაში არ გადავა, სადაც უკვე გამოჩნდება რომ რუსეთმა უკრაინას კი არა, მთელ ნატოს მოუგო ეს ომი, ჯობდა რომ აი ამ როიტყვან ჩარჩოში გადაეყვანათ ეს ვითარება. ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ მეტილად ჯერ არ ვიცით რა თქმა უნდა დეტალები, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით რა უნდა და რუსეთს რა იყო მისთვის ეგზისტენციალური. როგორც ჩანს ამ ნაწილში მათ მიიღეს თანხმობა, მაგრამ ცხადია რომ ზელენსკის გარეშე ტერიტორიების დაშინება გამსაკუთრებით გადაწყვეტა ვერ მოხდებოდა ტრამპის მხრიდან და შესაბამისად ვიცით რომ ორშაბათს ზელენსკის ექნება პირდაპირ შეხვედრა ტრამპთან. სავარაუდოდ ჩემი აზრით ტრამპი დაულაგებს ვარიანტებს. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ამ წინადადებას მიიღებს რა იქნება, თუ ამ წინადადებას არ მიიღებს, ესე იგი და რა ვარიანტი აქვს თვითონ იმ შემთხვევაში რა იქნება და თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება ისე როგორც მიდის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. მაგრამ ერთი საკითხი არის გასაგები, რომ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და ზოგადად ნატო არ გამოჩნდება როგორც დამარცხებული მხარე. დამარცხებული აღმოჩნდება მარტო უკრაინა, იმიტომ რომ ახლა ამხელა შეერთებული შტატებისთვის და მთელი ნატოსთვის იმ სახით წარდგენა მსოფლიოს წინაშე რომ ესე იგი აი ამხელა მთელი ეს ესე იგი ნაკები ნატო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკების სამხედრო როიტყვან შესაძლებლობებით აღმოჩნდა დამარცხებული რუსეთის წინაშე. ანუ ხო წარმოგიდგენთ ეს რამხელა მინუსი იქნება. ამიტომ სწორად გადაიყვანეს ესე იგი ახალ სადინახში მოდი ასე ვთქვათ პროცესი და დარწმუნებული შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში გამოვა ისედაც მოგებული პირველი ის რომ ის მშვიდობის მომხრე იყო, მაგრამ მაგალითად უკრაინის გამო ეს არ გამოვიდა და თვითონ უკრაინა თუ დამარცხდა ეს მისი ბრალია. მეორე მას შესაძლებლობა ეძლევა ხელმისაწვდომობა ქონდეს უკვე დამარცხებულ უკრაინაში სერიოზული კაპიტალით შესვლისა და სერიოზული რომ იტყვან ბიზნესის დაფუძნების შეერთებული შტატებისთვის სასარგებლოდ
და რაც თავარია ალბათ კიდევ ერთი ფაქტორი, რომ ამითი შეინარჩუნებს თავის სახეს და გარკვეულ გავლენებს ისევ ევროპის კონტინენტზე, იმიტომ რომ ერთის მხრივ შეერთებულ შტატებს რომ ხელში ამოუვიდა ევროკავშირი, მაგრამ მეორეს მხრივ მან შეინარჩუნოს ისევ ზედამხედველობითი გავლენა ევროპაზე, მაგრამ ალაპარაკოს უკვე ცოტა და არა იმდენი, რამდენსაც ადრე ბედავდნენ, აი ეს იქნება სავარაუდოდ შედეგი აი ამ ყველაფრის. აი დღევანდელი უბრალოდ გუშინდელი შეხვედრისა გარდა გუშინდელი შეხვედრისა მოლოდინები იყო უფრო მეტი, ჩანდა რომ ესე ვთქვათ თითქოს მოლოდინები გასრულდა რიგი პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების, თუმცა 2-3 საათში წინასწარი ესე ვთქვათ შედეგების გამოქვეყნება რომ დაიწყო, ანუ ანალიტიკური მაგას ვსაუბრობ. ითქვა ის რომ პრინციპში მოხდა ის რაც უნდა მოხდარიყო, ამაზე მეტის მოლოდინი ალბათ გადაჭარბებული იქნებოდა და როგორც თქვენ ბრძანეთ, ეხლა კარგად აღნიშნეთ, რომ სრული სურათი გუშინდელი შეხვედრისა დასრულდება ზუსტად ორშაბათს ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ. ანუ კონკრეტული შედეგები დაიდება ზუსტად ორშაბათს. ან ეს თემა სიცოცხლის უნარიანია და გაგრძელდება ამის გარშემო მოლაპარაკება, ან ისე შეიქმნება ჩიხური მდგომარეობა და მე უკვე მართლა არავინ არ იცის ვინ რას მოიმოქმედებს. შესაძლოა ამერიკელებმა კარგად ბრძანეთ თქვენ, მათ გამარჯვებული მხარეს კარგად იციან დგომა, საჭირო დროს და საჭირო ადგილას სახერხებენ ხოლმე ამ პოზიციის დაკავებას და შესაძლოა ხელით კი დაიბანონ ევროპა და ევროპისგან განსხვავებით. მარტივია უკრაინის დადანაშაულება, იმიტომ რომ მაგაში, იმიტომ რომ შეერთებული შტატები იტყვის რომ მე შენ გაძლევდი არას, გაძლევდი ფულს სახის შემდეგ, შენის ფული გაფლანგი აქვს, კორუფცია იყო მაღალი, ამიტომ აღარ გეხმარები. ანუ უკრაინას თვითონ გამოიყვანენ დამნაშავეს იმ მარცხში. ანუ ეს კოზირი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომელზეც ვერავინ ვერ იტყვის რომ არა ეგრე როგორ როდის იყო და როგორ იყო. მთელი ომის დროს სულ ყოველთვის მისდევდა ლეიტმოტივად, რომ კორუფცია ძალიან მაღალი, რომ იარაღი უკრაინას ჩატანილი იარაღი აღმოჩნდა აფრიკის ქვეყნებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე რომ ვფიქრობ, რომ პირიქით მე მიმაჩნია რომ მოლოდინი დასღერებული მოლოდინები არ გამართლა, მაგრამ ის მოლოდინები, რომელიც ამ სახელმწიფოს სჭირდებოდა, ის მოლოდინები გამართლდა. მე ვფიქრობ, რომ ერთია რა მოლოდინი ქონდა საზოგადოებას იმ ინფორმაციას დაყრდნობით, რომელიც ჟღერდება და მეორეა რა მოლოდინები ქონდა თვითონ სახელმწიფოების მეთაურებს, რომელიც უკვე რომ თქვენ სამზარეულოში ხდება. შესაბამისად ვფიქრობ, რომ სამზარეულოში შეთანხმება შეიძლება. ბატონ თემო, დიდი მადლობა და გადავიდეთ ჩვენ ძირითად თემებზე, რაზეც შეთანხმებული ვიყავით და რაზეც მართლაც მაინტერესებს თქვენი აზრი და ჩემმა გარემოცვამ, ჩემმა მეგობრებმა გარემოწრემ იცოდა, რომ დღეს შეხვედრა უნდა ქონოდა და გარკვეული კითხვები, ესე ვთქვათ, მოვაგროვეთ, ბევრი არ არის, მაგრამ თემატურია და გავიაროთ, მე თქვენ არ შეგაწყვეტინეთ, უბრალოდ ვეცდები რომ კითხვა გავშალოთ თავიდან, რომ მე თქვენ ისაუბროთ. პირველი განათლება. მე ვიცი რომ ჩვენ საქართველოს შეუერთდით ბოლონის პროცესს საზოგადოებაში ცნობილია როგორც განათლების ბოლონის პროგრამა. მე წინასწრებში ნოდარ კაპანაძესთან ერთად ვისაუბრე, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით გავაშუქეთ, როგორც აღნიშნეთ, თქვენ როგორც პედაგოგი და უშუალოდ ახალგაზრდაობასთან ურთიერთობა გაქვთ. როდის შეიცვლება ეს პროგრამა? ჯერ ესეთი როდის შეუერთდით, რა გარემოებები განაპირობებდა ამას? და თუ იგეგმება შეცვლა, თუ აუცილებელია ამის შეცვლა და საერთოდ განათლების პროგრამაში რა ძირეული ცვლილებებია საჭირო, რომ გამოსწორდეს ის ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება. როდის შეიცვალა ეს მარტივია 80 საათიან წლებში, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი გაჩაღდა, მაშინ როდესაც მთელი სამრეწველო კომპლექსი განადგურდა, საქართველო ფაქტიურად მუხლებზე დაჩექილი აღმოჩნდა და მზად იყო ევროპას და შეერთებულ შტატებს დათანხმებოდა ყველა რო იყვნენ შემოთავაზებაზე, მოდი ასე ვთქვათ, მაშინ შემოთავაზება იყო ბჭყალებში, ვიტყოდი ამას.
და გასწორთ პირველი დარტყმა რაც საქართველოს მიიღო ის იყო რომ დასავლეთმა თქვა რომ მეცნიერება რომელიც თქვენ გაქვთ ჩვენ ამას არ დავაფინანსებთ მეცნიერება არის დიდი სახელმწიფოების პრეროგატივა შესაბამისად თქვენ ეს არ გჭირდებათ და პირველი რაც გააკეთა სააკაშვილმა პირველი დარტყმა იყო ეგრეთ წოდებული მწვალებში ციცელი მეცნიერების ჩარეცხვა ну მან ეს ასე გააჟღერა მაგრამ ჩვენ კარგად გასწორს რომ საკმაოდ ძლიერი მეცნიერები ყავდა საქართველოს და არაერთხელ გვიტყვამს ჩვენი სერიოზული სიტყვა და მე შემიძლია თქვა რომ გამოგონებებით საბჭოთა კავშირში საქართველო იყო მესამე ადგილზე პირველ ადგილზე იყო რუსეთი მეორე ადგილზე უკრაინა და მესამე ადგილზე საქართველო ანუ 15 რესპუბლიკაში შესაბამისად ეს საკმაოდ მაღალი პოტენციალია და ამ ვითარებაში უკვე თავს მოყოლი განათლების სისტემა მონდა ასე ვთქვათ გაპროტესტების გარეშე მიიღო საქართველომ იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ძალიან მძიმე და უძლურ მდგომარეობაში ენერგეტიკა ფაქტიურად რეალურად იყიდებოდა იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა ვერ იყიდა და არ იყიდა ფართნები დაიშალა ბოლო აგურებამდე სამეცნიერო ორგანიზაციები მთლიანად გაუქმდა და დარჩა რა ფორმალურად რაღაც უმაღლესი სასწავლებლები და ფორმალურად საშუალო განათლება ახლა რა უნდა ბოლონიის პროცესი ამას მოდით ჩვენ არ შევეხოთ იმიტომ რომ ჩვენ ის რომ ბოლონიის პროცესი თვითონ დასავლეთის სულად აიქონს უკვე მით უმეტეს თვითონ გერმანია რომელიც სკოლაც საბჭოთა კავშირში იყო მოდის ვთქვათ იყო პრუსიულ გერმანული სკოლის მოდელი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ახლა ამ ბოლონიის პროცესის რომ თქვენ დანერგვის გამო გერმანიაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა ჩვენ განათლების სისტემისგან ხო ასეა რა უნდა მოგვცეს განათლების სისტემა შედგება ორი კომპონენტისგან ერთი ნამდვილად ვიცით რა გვინდა პირველი განათლების სისტემა უნდა ზრდიდეს პატრიოტ თავის სამშობლოში შეყვარებულ ზრდილ და რომ თქვენ ანალიტიკურად მოაზროვნე ახალგაზრდას ანუ მას უნდა კონდეს უნარი იაზროვნოს და არა დასავლების მიიღოს განათლება და მეორე კომპონენტი რომელიც არ ვიცით ანუ რა სპეციალობა უნდა აირჩიოს ახალგაზრდამ და შესაბამისად უნდა მივცეთ ისეთი კრებული საგნების რომელიც მაქსიმალურად გამოადგება მას მე-12 კლასის შემდეგ არჩეულ სპეციალობაში ანუ სპეციალობები არის უამრავი მაგრამ რა არის ყველაზე ოპტიმალური საგნების კრებული რომელიც მას მისცემს როგორც ჰუმანიტარულ ისე ზუსტმეცნიერებაში წავიდეს და ასე შემდეგ ის რომ ბავშვი თვითონ მისდება რა სპეციალობა უნდა და ამიტომ იმან უნდა ისწავლოს ეს არის აბსოლუტურად თავის მოტყუება ბავშვმა არასოდეს არ იცის ეს მე ყოველთვის პირველ კურსზე რომ სტუდენტები შემოდიან სავ აუდიტორიაში პირველ შეკითხვას რატომ აირჩიეთ ეს პროფესია აბსოლუტურად აი ხო გეუბნებით აი ისუათი შემთხვევაა რომ ვიღაცამ მიპასუხოს გააზრებულად რატომ აირჩია თუმცა მე ვაკვირდები რომ რომელიღაცა კურსზე ის მე ისევ სხვა სპეციალობაზე გადადის ანუ მე აღმოაჩენს რომ თურმე ეს მისი არ არის ამიტომ ის რომ ბავშვმა მერვე კლასში უკვე და მე-7 კლასში მით უმეტეს იცის ვინ უნდა გახდეს ნუ აი ეს არის ძალიან სერიოზული ილუზია და მეორე რომ წარმოვიდგინოთ ახლა რომ საქართველოში არის ყველაზე მაღალი დონის განათლება ანუ საგანმანათლებლო სისტემა იძლევა ყველაზე მაღალი დონის განათლებას მთელ მსოფლიოში იმის გამო რომ საქართველოში აი ამ სპეციალისტებისთვის შეთავაზების სამსახურში შეთავაზების არანაირი შანსი არ არის ჩვენ მხოლოდ გაუზვით ჭკვიან თაობას რომელიც საქართველოდან წავა ანუ ჩვენ ამით უბიძგებთ მათ რომ დატოვონ საქართველო იმიტომ რომ საქართველო ვერ უზრუნველყოფს მისი დონის განათლების სამუშაოთი უზრუნველყოფას ანუ ნაბიჯ თუ მივიხარ მე ვაძლევ განათლებას ისეც როგორი შეთავაზება შემიძლია განათლება მოუმატე კიდევ შეთავაზება განათლებას მოუმატე შეთავაზება და კარგად ვიცი უკვე ჩემ ქვეყანას რა სპეციალობები რა მიმართულებები და რომელი დარგები უფრო სჭირდება რაც დამოკიდებულია თქვენցი სახელმწიფოს
ეგრეთ წოდებული სტრატეგიულ განვითარების გეგმაზე, ანუ რა ეკონომიკას ვირჩევ შენ რეგიონში, რაში შეიძლება იყოს ყველაზე წარმატებული და იქიდან ჩდება რა სპეციალობები დაგჭირდება შენ, რომ ამ სპეციალობებში მისცე გასაქარი. და რა ვიცი, მე ალბათ მეოთხე, რომ განათლების სისტემა არ უნდა გახდეს ფულის საკეთებელი დანადგარი, ანუ ვისაც უნდა გახსნის უმაღლეს სასწავლებელს, სადაც უნდა გახსნის, უნდა არსებობდეს, სულ ცოტა ერთი კრიტერიუმი მაინც, რომ მისი გამოშვებული სტუდენტებიდან პირობითად, ვინც დაამთავრა უნივერსიტეტი, რამდენი პროცენტი დასაქმდა სპეციალობის მიხედვით. თუ ეს მაჩვენებელი მაღალია, მაშინ მე ვაძლევ აკრედიტაციას აუმაღლეს სასწავლებელს, მაგრამ მაქვს ნიშნული, თუ იმ ნიშნულის ქვემოთ ჩამოვიდა, იმიტომ რომ განათლება იმ დონისაა, რომ არავის მისი სტუდენტები არ ჭირდება დასასაქმებლად, მაშინ მე უწყვეტ მას მოდეს ვთქვათ აკრედიტაციას და ვეუბნები, რომ ჩემო კარგო, შენ იმ დონეზე ვერ აკმაყოფილებ, იმიტომ რომ მოთხოვნა არის, რომ მინიმუმ ამდენი ადამიანი უნდა საქმდებოდეს, ანუ მათზე უნდა არსებობდეს მოთხოვნა რეალური ეკონომიკიდან. ჩვენ ეს რეალური ეკონომიკა პარალელურად უნდა ვაშენოთ განათლებასთან. ცალკე განათლებას ვერ აწევ, იმიტომ რომ გაქცევა მოყვება როგორც მოგახსენეთ, და ცალკე ეკონომიკას ვერ აწევ, იმიტომ რომ სპეციალისტები არ გეყოლება, რომ ამ ეკონომიკას მოემსახუროს. და აი ეს პარალელიზმი ნაბიჯი უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი გეგმა. და მაშინ ჩვენ გვექნება ზუსტად ის საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ყველაზე ძალიან ჭირდება ამ ქვეყანას. არც ბოლონიის, არც იმის, არამედ ის, რომელიც ქვეყანას ჭირდება ყველაზე სწორად და ყველაზე კარგად გათვლილი ჩვენი კონკრეტული საჭიროებებისთვის, კონკრეტული რეგიონისთვის და კონკრეტული გეგმების განსახორციელებლად. ბატონო თემურ, ანუ შესაძლოა, რომ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფომ შექმნას უნიკალური განათლების სისტემა, ზუსტად მორგებული ქართულ რეალობაზე, საქართველოს რეალობაზე უფრო სწორად რო თქვა. თუ აუცილებლად მაინც მოდელირებები უნდა გადმოვიტანოთ, იმიტომ რომ ხო არის რაღაც სოფლიოში გამართული სწავლის პროგრამა. თუ ჩვენი უნდა მოვარგოთ ჩვენს რეალობას. არსებობს სოფლიოში გარკვეული ძალიან მაღალი დონის გამოცდილება, ბევრმა სახელმწიფომ ბევრი შეცდომა დაუშვა, ვიდრე განათლების სისტემას მიიყვანდა იმ დონემდე, ამიტომ ის რომ ვიღაცამ როდესაც ჩოქზე დააბიჯა და ჩვენ ახლა უნდა კიდევ ერთხელ დავაბიჯოთ, ეს იქნება არასწორი. არსებობს საკითხები, რომლებიც მზაა, გამოცდილია და კარგად ადაპტირდება ჩვენ საჭიროებაზე. ანუ პირდაპირ კი არ გადმომაქ, არამედ ადაპტაციას, ანუ ვარგებ ჩემ კონკრეტულ, მოდი ასე ვთქვათ, მენტალურ გარემოებას, სოფხედელობით თუ კულტურულ თუ ტრადიციულ გარემოებებს. ანუ იქიდან გამომდინარე, თუ როგორი მენტალიტეტია ჩემ ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, ის რაც მზა არის, მე იმას ვიყენებ, მაგრამ ის რაც ჩემ ქვეყანას პიროვნულად ახასიათებს, ანუ რამდენი სპეციალისტი მჭირდება, სად მჭირდება და როგორ მჭირდება, ეს უკვე ჩემი პრეროგატივაა. იმიტომ რომ მე არ მჭირდება ამდენი მაგალითად ექიმი, მაგრამ მჭირდება 4-ჯერ მეტი ინჟინერი. აი ამ დარგის და ამ დარგის. ანუ ეს უკვე არის სწორედ აი საფეხურ შეცდომას აუშვებ, რადგან ეკონომიკა მიჩვენა საით წავიდა და ვინ დაჭირდა კიდე ახალი განათლება აიწია შესაბამის დონეზე, უპასუხა ამ მოთხოვნას, ისევ ეკონომიკა მაიწია და ისევ ახალი მოთხოვნა გაჩნდა. აი ეს არის ყველაზე სწორი და ყველაზე კარგად გათვლილი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს რეალურ საჭიროებაზე. ერთ-ერთი მწვავე თემა, რომელიც ახლა განიხილება საქართველოში. მე 9 წელიწადზე მეტია უკვე ქვეყანაში ავარ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ პულსზე ხელი მედოს და ვიცი რა სიტუაციაც არის მაგ. და ყველაზე მტკივნეულად განიცდის ჩვენი ახალგაზრდობა იმას, რომ შესაძლოა თვის ბოლოს ევროკავშირში მიიღონ გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე. და ამაზე მიმული არის ბევრი ახალგაზრდას საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც უცხოეთში სწავლობს. ანუ მათი გასვლა შეიძლება შეიზღუდოს, ან რამე ამ დაგვარი მოხდეს. ან დაუშვათ დასავლურმა ინსტიტუტებმა აკრედიტაცია გააუქმნა ასე შემდეგ. არავინ იცის რა მოხდება. მე ახლა მაქვს ესეთი კითხვა. პირობითად ვამბობ. თუ ინდოეთიდან პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ ვიცი რომ კონკრეტული მაგალითია ინდოეთიდან, მე ვიცი რომ ხალხი ჩამოდის და მაგ განათლებას ღებულობს. თუ ჩვენ
საქართველოს განათლების სისტემას შეუძლია ინდოელი ახალგაზრდა იმდენად განვანაცვლოთ 8-10 წლის განმავლობაში, ძირითადად მე ვიცი, რომ ჯანდაცვის სისტემის განათლებას ეუფლებიან, ჯანდაცვის სისტემას, ანუ და შემდეგ ისინი ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში და იღებენ მაღალ ანაზღაურებას. ესე იგი, საქართველოს შეწევს ხო აქ იმის უნარი და ტექნიკური ბაზა, რომ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი მოამზადოს. კი, გასაგებია ინდოეთში დაბრუნებული ეს არნიშნავს, რომ მაგალითად მიუნხენში ან დორტმუნდში ან მილანში წავიდეს და იქ დაუშვათ დასაქმდეს, მაგრამ ხო არის პრეცედენტები ამისა და თან მე ვიცი, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით სტუდენტები სწავლობენ და არა მარტო ინდოეთიდან. და ეს პრობლემა, აი ამის ალტერნატივა შესაძლებელი არის, რომ საქართველოში შეიქმნას, რომ დაუშვათ პირობითად რაღაც შეზღუდვა შემოიღეს, სადღაც რომელიღაცა ინსტიტუტში დაუშვათ რაღაცა დაბრკოლება მოხდა, ან სტუდენტი ვეღარ გავიდა სასწავლო ვიზით. რამე ალტერნატივა საქართველოს სახელმწიფოს განათლების სისტემაში აქვს. რახან ჩვენ უცხოელებს ვდით და მიდიან ისინი და ითვლებიან საკმაოდ მაღალ კვალიფიკაციის სპეციალისტებად. ნუ თუ ჩვენ სამშობლოში არ უნდა გქონდეს სისტემა, რომ ახალგაზრდობა არ უნდა იყოს დადგმული იმით, ევროკავშირი ხარ რას გადაწყვეტს, უი გაგვიშვებენ თუ არ გაგვიშვებენ. ჯერ პირველი ბატონი ნიკოლოზ არის ის, რომ სავიზო რეჟიმი იქნება თუ არა, ეს განათლების სისტემას ვერ შეეხება, იმიტომ რომ განათლებისთვის მსურველებს შეიძლება წავიდნენ როგორც ადრე, ისე ახლა. აქ საერთოდ არ არსებობს პრობლემა, ეგ არის ცეცხლიდან გამოწვეული და აი ამ მეხუთე კოლონის მიერ გავრცელებული ის, რომ თქვენ ვეღარ ისწავლით, აი თქვენ გეკეთებათ ევროპა და ასე შემდეგ. მოდით მეორე. მე ეგრე ფანატიკურად არ ვარ დასავლურ საგანმანათლებლო სისტემის მიმართ განწყობილი და ყოველთვის პრაქტიკულად უყურებ ხოლმე მეცხოვრებას პრაქტიკაში. აი, ვინმე მითხრას, თითქმის 25 წელიწადია ჩვენ ფაქტიურად ბოლონის პროცესზე მიბულები ვართ და მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იმ ყაიდაზე მუშაობს. ბატონ ნიკოლოზ, 1959 წელს ჩვენ თბილისში გავიყვანეთ მეტრო, რომელიც ორჯერ კვეთს მტკვრის ქვეშეთს. ჩვენ ვაშენებდით ხიდებს, ჩვენ ვაშენებდით გვირაბებს. ჩვენმა თაობამ შექმნა კომპიუტერები, ჩვენმა თაობამ შექმნა კოსმოსური ხომალდები, ჩვენმა თაობამ შექმნა ავიაცია და აბსოლუტურად ყველაფერი, რაზეც დღევანდელი ახალგაზრდობა დგას, მათ შორის ეს მობილური ტელეფონები, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. ეხლა მე ვეკითხები ახალგაზრდებს, რომლებსაც უცხოეთში მიიღეს განათლება. ერთი მაგალითი მითხრან, რა შექმნეს თვითონ. ეს ხო განათლება ხო უნდა ჩანდეს მაღალი დონის განათლება იმაში, რომ მათ უკვე შეძლეს იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო. ხიდებს ვეღარ ვაშენებთ, იმიტომ რომ ხიდების საშენებლად ჩამოყავს ჩინელები ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. თურქეთში მაშინ როდესაც გზებს და გვირაბებს ჩვენ ვაკეთებდით, ეხლა იმას სპეციალისტები ჩამოყავს. გვირაბებს ვეღარ ვაკეთებთ. მეტროს სადგურები თითქმის გაყვანილი იყო საბურთალო და იმისი რა ქვია უნივერსიტეტის მიმართულებით და ამდენი წელიწადი თავი ვერ მოვაბით, რომ ის დაგვემთავრებინა. ანუ რისი თქმა მინდა, სად არის ის განათლება, რომლისთვისაც ყველა მიისწრაფის დასავლეთში. მეტწილად ყველა მირბის ჰუმანიტარული მიმართულებით განათლების მიღებაზე. ანუ გარემო ეკოლოგია კი ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ნაწილში რაც ჩვენ ყველაზე ძალიან გვჭირდება, ანუ ინჟინერია, ზუსტი მეცნიერება და შემდეგ არავინ არ სწავლობს და თუ ვინმე სწავლობს, ვინმე ერთი შედეგი, ერთი მითხრას. ისის ერთადერთი რაზეც შეიძლება კიდე რაღაც ცოტა აქცენტი გავაკეთოთ, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. თუმცა საბაზისო ცოდნა ჩვენი თაობის გაკეთებულია, რომელზეც დაშენდა ხელოვნური ინტელექტი. ანუ მე მინდა რომ ჩვენმა თაობამ, მომავალმა თაობამ ჯერ გამაკვირვოს იმ თუ იმ ქვეყანაში მიღებული განათლებით ჩამოვიდნენ თქო ბატონ თემურ. თქვენ ხოლმე ეს გააკეთეთ, მაგრამ ნახე მე რა შევქმნით. ანუ ეს დამანახოს რეალურ ეკონომიკაში, რეალურ საჭიროებაში. რადგან მე ჯერ ამას ვერ ვხედავ. მაგრამ ვიცი რომ უამრავმა გასვლითი პროგრამებით მიიღო დასავლეთში განათლება, მაგრამ არც ესეთი მაგალითი არ მაქვს. მომეც უფლება ვიყო სკეპტიკური ეგრეთ წოდებული დასავლური განათლების. მომეჩით ეს ჩემი უფლება, იმედი მაქვს ამას სწორად გამიგებს ყველა. იმიტომ რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში ვიღაცამ უნდა მითხრას, რომ აი ამ 25 წლის განმავლობაში
გასვლითი პროგრამების მიღებული განათლების შედეგად საქართველოში გაკეთდა ეს და ასე შემდეგ. დასაგებია და ძალიან კარგად გავუსვით თავიდან კითხვაზე პასუხს, რომ ვისაც სწავლა უნდა და გასვლითი პროგრამა ან სასწავლო სისტემაში ზის, იმ ახალგაზრდას შეზღუდვა არ ექნება და ეს მართლაც გავერი და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია, იმიტომ რომ დაუშვათ იმ შედეგის დადგომის შემდეგ, რომ ახალგაზრდებზე ნეგატიურად იმოქმედო, რომ სწავლას გვართმევენ და აბა ეხლა არიქა გარეთ გავიდეთ და მოვთხოვოთ ამ ქვეყანას, რომ დავგვიბრუნოთ ჩვენი სწავლა. თუმცა როგორც თქვენ ახსენეთ, საბჭოთა კავშირის ბაზარზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და ზოგადად სწავლის პროცესი მე თვითონ კარგი ხანია უკვე ახალგაზრდა აღარ ვარ და მე ეს კარგად მახსოვს, რაც ნიშნავდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და არაერთი სახელოვანი საბჭოთა კავშირის წევრი მეცნიერები ყავდა აკადემიკოსები და საერთაშორისო დონის გინდათ ლინგვისტიკაში, გინდათ ფიზიკურ მეცნიერებაში, გინდათ მათემატიკაში და რომელი ერთი ჩამოთვალოთ. უბრალოდ სახვით ხელოვნებაშიც რამდენი ძგნებავთ. მაღალი ხარისხი. და ეხლა მე ყველაზე მნიშვნელოვნად ის მიმაჩნია, რომ აქვე უნდა ვთქვათ ეს ყველაფერი, სანამ მეორე თემაზე გადავალთ, რომ უცხოეთში მიღებული განათლებით სტატისტიკაც იყო და მე ჩემს მაგალითს გეტყვით, რომ ვინც უცხოეთში განათლებას იღებს, მაგალითად ავიღოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქმე ხა თქვენ კარგად იცით, აქვე მანჰეტენზე კოლუმბიის უნივერსიტეტია, ყველაზე ახლოს ესეთი ხილული ტაძარი უმაღლესი სასწავლებლის. ვინც ამერიკაში სწავლობს, მე ვისაც შეხვედრილ ვარ, მათ შობლებს უბრალოდ, იმიტომ რომ ესენი ჩემი შვილების და ზოგი შვილიშვილის თაობა. დიდად არ სურთ, არ იხდიან, რომ საქართველოში დაბრუნდნენ. აი ამ განათლების რეალიზაციისთვის. ეს კიდე მეორე პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად ახალგაზრდა თაობას უშვებთ, მწვანე შუქს ვაძლევთ, აქ დასავლეთში იღებენ შესაბამის განათლებას, მაგრამ რეალურად იმის რეალიზება საქართველოსთვის არ ხდება. ამას რა ეშველება, დაკარგული ჩვენი თაობაა? თუ ძალიან დრამატულად დავხატე ახლა ეს სურათი. მაგრამ სურათი ნამდვილად დრამატულია, მაგრამ მაგას ეშველება მხოლოდ ერთ შემთხვევაში. თუ საქართველოში როგორც მოგახსენეთ განათლება ეკონომიკა ისეთნაირად სწავლა, რომ მათ სურვილი ექნებათ იმ ცოდნით, რომელიც იქ მიიღეს და გამოცდილებით საქართველოში ჩამოვიდნენ, რადგან აქ აყავს მშობლები, ნაცნობები და ის ჯამაგირი, რომელიც მას აქვს შეერთებულ შტატებში პირობითად, შეუძლია მიიღოს საქართველოში. მოდი შევხედოთ შეერთებული შტატების წარმატების ძირითად რო ითქვა საყრდენს. მაინც ეს არ არის ამერიკული განათლების სისტემის დამსახურება. ეს არის თემ სოფლიოში ყველაზე კარგი მეცნიერების თავის ქვეყანაში ჩამოყვანის, მაღალი ხელფასის მიცემის და მათ ქვეყანაში, მათი ქვეყნისთვის საჭიროებაზე მუშაობის შედეგი. თუ ნახავთ ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების შემადგენლობას, რუსები, ჩინელები, ინდოელები ვინ აღარ არიან და ძალიან ცოტაა პროცენტულად ის, ვინც ამერიკაში მიიღო განათლება. და მეორე პრობლემა, რაც ახლა მსოფლიოში გაჩნდა, ეს არის თვითონ კაპიტალიზმის შედეგად გამოწვეული უდიდესი პრობლემა, რადგან მულტინაციონალური კომპანიები სხვაგვარად მიუძღვნენ მეცნიერების მომსახურებას, ადრე მეცნიერების მიღწევები ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის, მაგრამ ახლა მულტინაციონალურ კომპანიებს მეცნიერები ყავთ თავის დახურულ სისტემაში, ისინი მუშაობენ კომპანიაზე, ისინი ქმნიან გამოგონებს და სიახლეებს და ასე შემდეგ კომპანიისთვის, რაც მხოლოდ პატენტის ქვეშ ექცევა და ხელმისაწვდომი სხვებისთვის აღარ არის. შესაბამისად, მეცნიერება აღარ არის თავისი რეალური ფუნქციის შემსრულებელი, რომ მათი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. და თუ დააკვირდებით, ეს მეცნიერები, რომელიც მულტინაციონალურ კომპანიებში მუშაობენ, სტატიებს, სამეცნიერო სტატიებს ეგრე არ წერენ. დაპატენტების შემდეგ აქვეყნებენ მხოლოდ სამეცნიერო სტატიებს. და პრობლემა იმაშია, რომ წვრილ საწარმოებს, საშუალო და წვრილ საწარმოებს უკვე უწევთ
მოდი ესე ვთქვათ, კაპიტალის გაერთიანება იმისთვის, რომ სხვა ჭკვიანი ადამიანები მოიზიდონ ან მათი დამოგონებები, რომ კონკურენცია როგორმე გაუწიონ ამ მულტინაციონალურ კომპანიებს, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ყოველთვის მომყავს ხოლმე ერთი მაგალითი. კურდღელი და მგელი ტყეში კარგად ცხოვრობენ, იმიტომ რომ კურდღელს სწრაფი ფეხები აქვს, მგელს მასრიკბილები აქვს. მაგრამ თუ ჩვენ მათ ერთ ოთახში შევიყვანთ, თუ ვინმე შეჭვებარება, რომ შეიძლება კურდღელმა ჰაჯობოს მგელს, ღმერთმა შეუნდოს. შესაბამისად, ამ მულტინაციონალურ კომპანიებს აი ეს ყველაფერი დანარჩენი ვერ ერევა და ვეღარ მოერევა. ამიტომ სოფლიოს გადასახედი აქვს ახლა თავისი მიდგომები ზოგადად კაპიტალთან და ზოგადად ეკონომიკასთან. თქვენ ერთ-ერთი პირველი ბრძანდებოდი ბატონ თემურ, ვინც სააშკაროზე გამოიტანეთ ის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რასაც ის განიცდიდა. ფაქტობრივად ინტერაქტიული განკარგულებები მოდიოდა თუ რა პოსტზე რა ფიგურა, ვინ ფიგურა უნდა დაენიშნათ, ვინ პიროვნება უпростоრად. ეს მარტო პრეზიდენტს არ ეხებოდა, ეს ეხებოდა განათლების მინისტრს და თქვენ კიდე მრავალი ჩამოთვალეთ საფინანსო სფეროში ვინ იქნებოდა დაუშვათ ამერიკელებიდან ან ევროპელების ხელდასმული და ასე შემდეგ. ეხლა განსხვავებული სიტუაცია თვითონ განათლების სამინისტროში ცვლილებები არის, ანუ შეიძლება ესე ფისკალურად არ ჩანდეს რაღაც კონკრეტულ პერიოდზე, მაგრამ უკვე მიდგომა შეიცვალა? რასაც თქვენ ატყობთ? შესამჩნევია მხოლოდ აი ბოლო მინისტრი, რომელიც დაინიშნა, მან არის შესამჩნევი, რომ ის დამოუკიდებლად დგამს ნაბიჯებს და ძალიან ვიმედოვნებ, რომ ის რაც გაჟღერდა განათლების მიმართულებით, რომ ფინანსი და პროდუქტის წილი გაიზრდება განათლებაში, რომ მეცნიერები და სახელმწიფო ერთად იმუშავებენ სახელმწიფო პროგრამების შენობის შემუშავებაში, რომ მეცნიერების წილი იქნება ძალიან დიდი სახელმწიფოს სახვალიო, რომ ითქვას გზების ფორმირებაში, ეს რა თქმა უნდა იმედს მაძლევს, იმიტომ რომ ახალგაზრდას სტიმული თუ არა აქვს, რატო უნდა გახდეს მეცნიერი და ის ვერ ხედავს, რომ აი ნახე ეს მეცნიერი და უკვე ნახე როგორი პატივშია, როგორ პატივს ემენ, ან რამდენად ეს გახსოვთ ხო იმ საბჭოთა კავშირის დროს, როგორ პატივისცემით ეპყრობოდნენ პროფესორებს და ასე შემდეგ. თან ისიც უნდა გავიწყდება, რომ ზუსტ მეცნიერებებში საბჭოთა კავშირის სკოლა ყოველთვის იმარჯვებდა, ყოველთვის პირველი ადგილი და მეორე და მესამეც საბჭოთა კავშირის სკოლა ხოლმე საერთაშორისო კონკურსებში. ანუ ეს ხაზს უსვამდა იმ სკოლის სიძლიერეს და ეხლა ხარვეზები როგორ არ აქვს, ყველაფერს აქვს ხარვეზები. მოდით მე მკითხეთ დასავლეთს რამდენი ხარვეზი აქვს. მე ჩამოგიტვლით იმ საბჭოთა კავშირის რამდენი ხარვეზი აქვს, მაგრამ ადამიანი რისთვის არსებობს, რომ დადებითების კრებული გაზარდოს, უარყოფითებს ებრძოლოს და შეასწოროს ის რაც შესაძლებელია. სადამდე მივიდა კაპიტალიზმი, ახლა მოგახსენეთ, მაგალითად მეცნიერებაში ეს ყველაზე დიდი უსამართლობაა, როდესაც ფაქტიურად ცოდნა ხდება მხოლოდ მულტინაციონალურ კომპანიების საკუთრება, ანუ კონკურენციის ადგილი აღარ რჩება საერთოდ სოფლიოში და იმათის დისტემპი თუ რაღაცა გრაფიკით მიდიოდა, ეს გრაფიკი კიდევ უფრო მკვეთრი გახდა. ხო და არ შეიძლება რომ დედამიწის რესურსების და მთელი სიმდიდრის წილი მოდიოდეს მოსახლეობის 1%-ზე და დანარჩენ 99%-ზე მოდიოდეს დანარჩენი ყველაფერი. ანუ აი აქ ყველაფერია თქვა. ბატონ თემურ, დიდი მადლობა განათლებაზე ესეთი ამომწორავი პასუხისთვის და მოხარული ვარ, რომ თქვენ რახან ბრძანეთ, რომ ცვლილებები არის და ანუ სასიკეთოდ, ამას რაჯობია. მე პირადად და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ქართველი ეროვნების თუ საქართველოს ცხოვრები ადამიანი, ამას უეჭველი პოზიტიურად აღებს, იმიტომ რომ თითქმის ესე იგი მე 8 წელი იმ ლიბერალური განათლების სისტემა, ამას დაემატა 12 წელი, არასრული რაც ინერციით მოყვა და ჩვენ მივიღეთ 20 წელი, ესე იგი 20 წლის განმავლობაში ყოველ წელს თაობა გამოდიოდა, ანუ
სასწავლო ციკლს ამთავრებდა და ფაქტობრივად განათლების სისტემამ ქართველი სტუდენტი ვერ შექმნა. მოდი ესე ვთქვა. ქართველი მოქალაქე შესაძლოა. რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ დაუშვათ აი გამოსვლებზე, საპროტესტო აქციებზე, პირად ინტერვიუებში, როცა კომიქსების გმირებით გესაუბრებიან 25-27 წლის გოგო ბიჭები, ხო მე ვთქვი რომ ეს სერიოზული პრობლემაა. იმიტომ რომ შეფასების კრიტერიუმი რომ კინოგმირი ყავს ან კომიქსის გმირი და ამეთანხმებით ალბათ ჩათვალეთ რომ იმ 20 წელმა აი ეხლა იჩინა ზუსტად თავი. ბატონო, გადავიდეთ ჯანდაცვის სისტემაზე თუ როგორ ფუნქციონირებს. მე ჩემსას ვიტყვი. მაგალითად აქ როგორ არის? ჩემი რიგი მოკლედ პრობლემების გამო მინდოდა თუ არ მინდოდა ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში კარგად გავერკვიე. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ. შემოსავლის ბიჯი და შემოსავლის ბიჯზე მორგებული სადაზღვევო პოლისი. ეს სადაზღვევო პოლისი განსაზღვრავს ამან თუ პიროვნების ქმედით უნარიანობას, რამდენად ის შეინარჩუნებს ჯანმრთელობას. მართლაც ასეა. იმიტომ რომ არის დაზღვევები, რომელიც არის აბსოლუტურად უფასო, ანუ უსასყიდო ექიმებთან ვიზიტი, მედიკამენტები და ამბულატორიული თუ დაუშვათ სტაციონარული მომსახურება და არის შემოსავლის ბიჯი, რის ზემოთ უნდა თანხა იხადო და ეს არ ჯდება პატარა თანხა. მე ვიცი რომ მსგავსი სისტემა მოქმედებს საქართველოში. და ერთ-ერთ თქვენს ინტერვიუს მე უსმინე და ძალიან მენიშნა და სამწუხაროდ ვერ შევნიშნე პოზიტიური ნიშნები ამაში, იმიტომ რომ გამოდიოდა რომ ესე იგი ოჯახის ექიმი, სადაზღვევო კომპანიები და პაციენტი ესე ვთქვათ, ხო? სად უნისონში ვერ იყვნენ ერთმანეთში. აქ მაგალითად ამას ეძახიან ამერიკაში მანკიერ დღეს. ვებით, ხო? ესე იგი პაციენტი, სადაზღვევო პოლისი და ჯანდაცვის უზრუნველყოფის სისტემა. რა შეიძლება რომ აქ გამოსწორდეს, ან რა უნდა გამოსწორდეს და თუ ჩანს ამის ნიშნები? კი ბატონო, სხვათა შორის არ ვიცით ლაპარაკობთ სისტემის მანკიერება არ მანკიერებაზე. ჩვენ გვახასიათებდა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდის ტენდენციები ყოველთვის. აუ ეს არ ვარგა და მეორე უკიდურესობაში მე ის აღარ მოგწონდა ისევ აქეთ ბრუნდებოდით. ანუ სისტემა რომელიც დაანგრევად ჩვენ გვინდოდა უკეთეს საშენება გვინდოდა ხასიათდებოდა ჯანდაცვის სისტემით სადაც ყველაფერი იყო უფასო და სახელმწიფო საკუთრებაში იყო ყველა კლინიკა და ყველა საავადმყოფო. ეს ყველაფერი ჩვენ მოვსწრეთ და ყველაფერი გავხადეთ ახლა კერძო. ანუ კერძოს ახლა კონკურენტი აღარ ყავს და სააკაშვილის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის დროს სახელმწიფო საერთოდ არაფერს არ აფინანსებდა, უნდა გაგეყიდა სახლი კარი თუ ღმერთმა დაიფაროს თუ რამე მოხდებოდა. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო თავის თავზე აიღო ძალიან ბევრი რამ და ფაქტიურად კომუნალობის ყველაზე რთული სეგმენტი საკუთარ ხარჯებზე საკუთარ თავზე აიღო. მაგრამ ამას ეს კერძო სექტორი შეხვდა როგორც ბიზნესი. ახლა ნახოთ სისტემა კერძო დაზღვევა და სახელმწიფო დაზღვევა. სახელმწიფო დაზღვევაში მყოფ მოქალაქეს აქვს თავისი ლიმიტი თანხის, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ავადობის შემთხვევაში. ნახეთ როგორ იქცევა ახლა ეს კერძო კლინიკა. თქვენ დაუშვათ მიხვედით და რაღაცა კუჭი გაწუხებთ. შეგიყვანენ ნახულობენ თქვენ ეს ლიმიტი რაზე გაქვს და ყველაფერს მოგატარებენ, თავს გადაგაღებინებენ ყურს, ყველაფერს, რომ ის თქვენი ლიმიტი დატოვოს კლინიკაში. ჭირდება, არ ჭირდება იმ თქვენ კონკრეტულ კუჭის ავადობას თუ არა, აი ყველგან გაგატარებენ. იმიტომ რომ ლიმიტი რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, როგორმე დატოვოს საკუთარ კლინიკაში. თან მეორე დაუშვებელი რაც არის, რომ ამ კლინიკას ეკუთვნის აფთიაქიც და ექიმი
რომელიც წამალს წერს, იმ წამლებზე ორიენტირებული, რომელიც იმ აფთიაქში უნდა იყიდოთ. თან გეუბნება სად უნდა იყიდოთ და ასე შემდეგ, რაც კანონით აკრძალული არ შეიძლება ერთი და იგივე კომპანიას ამ ორივე სეგმენტში კონდეს კაპიტალი. ახლა რა ხდება კერძო დაზღვევის შემთხვევაში? კერძო დაზღვევის ოჯახის ექიმი ორიენტირებულია პირიქით. ავადმყოფი მიაკითხავს, მას რაღაცა აწუხებს პირობითად ისევ კუჭი. არა, იცით რა, თქვენ არაფერი არ გჭირთ, ანუ ის ორიენტირებულია, რომ სადაზღვევო კომპანიას არ დაახარჯინოს იდეალურ შემთხვევაში არაფერი. ან მინიმალური დანახარჯით გამოგიშვან გარეთ, რომ თქვენ არაფერი არ გჭირთ. აი მე ვარ მაგისი მსხვერპლი. მე მქონდა კერძო დაზღვევა, მივედი, დამისვეს დიაგნოზი, რომ ეს რაღაცა ჩრდილია იმისი კოვიდის რაღაცა, ამ დროს თურმე სიმსივნე მაქვს, აღარ გამაგზავნის ონკოლოგთან. ამ შემთხვევაში მე უნდა გავეგზავნე ონკოლოგთან, ონკოლოგს უნდა აიღო ბიოპსია და დარწმუნებული იყო ის სიმსივნე იყო თუ პოსტკოვიდური ჩრდილი. მაგრამ ხარჯებს მოუხდა სადაზღვევო კომპანია და აღმოჩნდა, რომ საწყის სტადიაში სიმსივნე გადამეზარდა მეოთხე სტადიაში. და როდესაც ხელშემალზე MRT მაგნიტური რეზონანსული კვლევა ჩავიჭარა, იქ დაინახეს, რომ თურმე ფილტვში ამხელა სიმსივნე მაქვს. დაგვირდით, როგორი მანკიერი სისტემაა. ამ დროს სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ამხელა თანხას რომ დებს, ის უნდა ჯანმრთელობაზე აისახებოდეს. და გამოდის, რომ ზემოგებაზე მუშაობენ ეს კერძო სადაზღვევო კომპანიები, ზემოგებაზე მუშაობენ კლინიკები, იმიტომ რომ სადაც შეაბიჯებ და კერძო დაზღვევა გაქვს, დაგწურავენ ბოლომდე და თუ შენ რაკიღა ჩაგიგდეს კერძო დაზღვევის ხელში და დავუშვათ ოჯახის ექიმმა გამოგაგზავნათ და როგორმე ხელში ჩაუვარდი, თქვენზეც იგივე საკეთებენ. ცდილობენ უკვე მაქსიმალურად მეტი ფული გადაახდენენ სადაზღვევო კომპანიას, თუ ის სადაზღვევო კომპანია ამ კლინიკისა არ არის. წარმოგიდგენთ, სადაზღვევოც მე ვარ, კლინიკაც მე ვარ და აფთიაქიც მე ვარ. როგორია? ეს წარმოუდგენელი როგორი ინტერესთა კონფლიქტია. ვიცოდი თუ რაღაცა ესეთი აქაც მანკიერი წრე იყო რაღაც. ინტერესთა საშინელი კონფლიქტია. ძალიან ცუდი. ძალიან ახლა მე მაგალითად რო ვიკითხე მაგ აი იმ ამბულატორიულ მკურნალობას, სადაც მე ყოველთვიურად დავდივარ, მაკრო ჩემ ახლობლებმა ესე ვთქვათ სუბუქი კალკულაცია გააკეთეს, ვინც მეტნაკლებად კომპეტენტური იყო. არ მოიძებნა სადაზღვევო კომპანია ან სადაზღვევო პოლიცია, რომელიც ამას აანაზღაურებდა. წარმოიდგინე. აი მაგალითად მე რო ვიყო, მე რას ვიზავდი. გამოსავალი აქედან. ყველა რაიონში, ანუ ბორჯომი, ახალციხე, ქუთაისი და შემდეგ ავაშენებდი თვითონ სახელმწიფო კლინიკას. სახელმწიფო დაზღვევით ვინც არის? ყველას გაუშვებდი სახელმწიფო კლინიკებში და კეთილინებოს იმ კერძომ და გაუწიოს კონკურენცია. და ვინც კერძო დაზღვევით არის, იმას ნაწილობრივ გამოუქვითავდი კერძოდან და ნაწილობრივ მოახმარდი ჩემს სახელმწიფო დაზღვევას. შესაბამისად, ამ კერძო სტრუქტურებს მოუწევდათ ისეთი მაგარი მუშაობა და ისეთ პირობებში, ესე იგი მომსახურების და ისეთ მაღალი დონის მომსახურების გაწევა, რომ შენ არ შუნებინათ თავისი ადგილი ბაზარზე. რადგან ეს მეორე მხარე არ არსებობს, ესენი თავის თავს აძლევენ ნებისმიერი ქმედების უფლებას. წარმოუდგენელია, ნამდვილად არ მეგონა. და ესე იგი რა გამოდის, რომ თუ დაუშვათ სპაზი არ ვილაპარაკებ ჩემ მაგალითზე, თუ სადაზღვევო პოლიცია არ არსებობს, რომელიც შეიძლება ეს ჩემი პრობლემები დაფაროს, ანუ მომსახურება დაფაროს, ესე იგი გამოდის, რომ უნდა გადაიხადო პირადი სახსრები. ომესეა. და ისეთ ვიდეო პირადი სახსრები საქართველოში დამდოთ სისტემა არ ჯდება იაფი. ასეა უბრალოდ არ ჯდება, მაგრამ ღმერთის წყალობით არსებობს სხვა მუნიციპალური პროგრამები. პირობითად თქვენ დაზღვევა არ გიფინანსებთ, მაგრამ გაქვთ რაღაცა ეგეთი კონკრეტული რაღაცა საჭიროებები,
არსებობს მერიაში 2 ფონდი, არსებობს ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ეგეთი მოდი ასე ვიტყოდი ჯანმრთელობის დაცვის ფონდები, სადაც თქვენ წერთ განცხადებას, წარადგენთ ფორმა საავადმყოფობის ავადობის შესახებ და ითხოვთ დახმარებას მითითებული კალკულაციის შესაბამისად. და სახელმწიფო ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი თანხის ფარგლებში გეხმარებათ. ესე იგი 30,000 არის ჯანდაცვის სისტემაში, 30,000 არის ქალაქის მერიაში, პლუს საკრებულოებში და ასე შემდეგ და თან ციკლურია, ანუ თქვენ პირობითად თუ 3 თვეში მიიღეთ ეს დახმარება, 3 თვის შემდეგ კიდე შეგიძლიათ მიიღოთ და ახლა ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ჯერჯერობით ძალიან ძნელი წარმოსადგენია, იმიტომ რომ ახლა სხვა ქვეყნებში მე ხო მომიწია გერმანიაში მკურნალო. მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია. აკრო ღირს 420 ლარი, იგრის 2500 евро. ხო წარმოგიდგენიათ? ისა რა ქვია, გადასხმა იმუნოთერაპიის იგრის 7000 евро. 21,000 მინიმუმ ლარია. და საქართველოში ონკოლოგია ზოგადად უფასოა. წარმოიდგინეთ, მთელი ციკლი უფასოა. თუ რაღაცა განსხვავებული რაღაცა არ შეგეთხოთ. მე ხლა მომიწია მაგალითად გერმანიაში წასვლა მიზესთა გამო, რომ მოგიყევით არასწორი დიაგნოზის იმის გამო. და უკან რომ დავბრუნდი, აღმოჩნდა რომ ეს პროგრამა ჩემზე აღარ ვრცელდება, რადგან უცხოეთში მივიღე დახმარება. აი მან უკვე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდი. და დღემდე მე ფაქტიურად ჯანდაცვის და აი მაგ მერის პროგრამებით მკურნალობ შეიძლება ასე ითქვას. ესე იგი ეს შეღავათია ბატონო. ესე იგი სახელმწიფო ბალიში არსებობს. რა უპირველეს შემთხვევაში, ხო? ეს ძალიან კარგია. იმ ყველაფრის მიღმა, რაც გითხარით, არის აი ეს მუნიციპალური დახმარებების და ჯანდაცვის ეგრეთ წოდებული დამატებითი, რო ითქვან დახმარების როგორ კოლგები, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს რომ ისარგებლოს. ხო, ახლა თქვენ რო ახსენეთ MRT და სისხლის გადასხმა რო ბრძანეთ. ეხლა მაგალითად ისე დახან ამაზე ვსაუბრობთ, მე რო შემთხვევით რა, ნუ უბრალოდ ნახე ჩემ кейსში და სისხლის ყოველთვიური სისხლის ანალიზი 8-დან მარკერამდე მიკეთებენ და ჯდება $2,400. სისხლის ანალიზი. ხედავთ. მე იმუნოთერაპიაზე ვთქვი გადასხმა სისხლზე კი არა, იმუნოთერაპიის დროს ეგრეს 7,000 თოლის სისხლის გადასხმა შეიძლება მაგდენი არ ღირდეს, მაგრამ ის ფასი რაც თქვენ თქვით, საშინელება. ეგ არის საშინელება. ეს ის არის ყველგან მთელ მსოფლიო მიცის, რომ ამერიკაში ჯანდაცვის სფერო მუშაობს, გავკეული სეგმენტი საკმაოდ კარგად სარგებლობს ამით, მეც მათ შორის, მაგრამ ბიჯით ქვემოთ, ბიჯით ზემოთ, მე უკვე სერიოზული თანხებია და რატო ფოთაშორის ტრამპი ებრძვის როგორც Big Pharma-ს ეს მოჯადოებული წრე არის ეს ჯანდაცვის სისტემა და ასევე უნდა რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება გამოიწვიოს ზუსტად ეს დაზღვევა და საავადმყოფოების იმიტომ რომ ყველა ამბობს რომ არანორმალურად ძვირია მომსახურება, როცა კანადაში დაუშვათ იგივე პრეპარატი შეიძლება 3-ჯერ იაფერინდეს, აქვეა. ხო წარმოგიდგენიათ. რეალური კალკულაცია რომ გაკეთდეს, ეგ არის 3-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე სინამდვილეში. ხო, აი წარმოიდგინეთ, ხო და ნუ საქართველოში სისხლის ანალიზი ვიცი რომ $2,400 აღდება, ბევრად ნაკლები ხდება, მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია, ისიც საკმაოდ ფინანსურად ევადია და ანუ დაზღვევის გარეშე ეს წარმოუდგენელია ამ სახსრების გაწევა, მაგრამ თავარი ის არის, რაც მე არ ვიცოდი, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ სახელმწიფო პროგრამები მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე, რომ ექსტრემალურ შემთხვევაში მოქალაქეს დაიხმაროს, ეს ძალიან კარგია. სხვათა შორის აქვე ვიტყვი, რომ ესეც განათლების სისტემის შედეგია, როცა თქვენი MRT არასწორად წაიკითხეს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. იმიტომ რომ იგივე დასკვნა გერმანიაში დაიკითხეს სწორად.
და მითხრეს რომ მაგრამ ყველაფერი წერია. უფრო მეტიც უკვე რო ცნობილი გახდა რომ ეს სიმსივნე მაქვს უკვე 4 სტადიის. სხვა ექიმებს ვისაც ვაჩვენე ყველამ თქვა რომ აგრაფ დასკვნაში გასაგებად წერია ბატონო. აქო არ ვიცი თან წარმოიდგინეთ პიროვნებებმა რომლებმაც ორ ექიმთან ვიყავი ერთმა რომ წამლები გამომიწერა და შედეგი არ მომცა გადაზღობისთვის წავიდი სხვა ექიმთან. ერთსაც და მეორესაც კაბინეტებზე პროფესორი კათედრის გამგე ნუ არ ვიცი რა ტიტული გინდა რომ ზედაღარ ეწერა. მაგრამ სახში როდესაც ტემპერატურა მამიწია და სასწრაფოს ექიმი მოვიდა ფონოდოსკოპი დამადო თუ არა მაშინ მეთქვა რომ ამ ყველაფერთან ერთად საშინელი ფიტობის ანთება მქონდა ორივე მხარეს რომელიც ვერც ერთმა პროფესორმა ვერ წარმოგიდგენიათ აი სამწუხაროდ ეს არის რა და ეს მარტო ამ ბოლო წლის შედეგი არ არის ეს ალბათ კიდევ უფრო ადრეა დაწყებული ეს რასაც ჩვენ ახლა ვიმკით მე უგულისხმობ საქართველოს საზოგადოებას თორე ამერიკა თავის თავს მოწმობს ეს დიდი ქვეყანა და რესურსიც ბევრად მეტი აქვს და ბატონო თემო ჩვენი საუბრის ბოლოს როგორც განათლების სისტემაზე ვძანეთ რომ აი ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ რაღაც კარგი ტენდენციებია ჯანდაცვის სამინისტროშიც არის უკვე ცვლილებები მე ვიცი რომ ახალი მინისტრია მე მგონი წელიწად ნახევარი წინ დაინიშნა ეხლა საერთოდ სერიოზული ცვლილება მე როგორც ვატყობ სახელმწიფო ბორგოლში ძალიან ბევრი მიმართულებით შეიცვალა როგორც მინისტრები ასევე მათი მოადგილეები და აპარატის სამსახურის უფროსები და ჯანდაცვის სფეროში რა სათხოვთ არის სასიკეთურები ჯანდაცვაში შემოვიდა ძალიან ბევრი ახალი პროგრამა. ზოგიერთი დაავადება საერთოდ გახდა აბსოლუტურად უფასო ბავშვებისთვის. ესე იგი ყველა დაავადება რომელიც რაღაც სიმსივნური მიმართულების არის ყველა სულ უფასოა. აი ეს ახალი პროგრამები რომელიც შემოვიდა ბევრად ამარტივებს რომ იტყვიან ჩვენ ყოფას იმ თვალსაზრისით რომ ავადობის არ შეგიშინდეს ისე როგორც ეს ხდებოდა ადრე. და სამოთხოვების თემა მინდოდა აი სულ ბოლოსკენ რო წავიდეთ აი მონიშნული მაქვს. ეს სამოთხოვები ყველა კერძოა, ხა მე მახსოვს რომ რესპუბლიკური სამოთხოვო იყო, მაგრამ ისიც კერძო არის მე მგონი, ხო? სააქციო საზოგადოებაში. ყველა კერძოა. სახელმწიფო სამოთხოვო როგორც ესეთი აღარ არის. აღარ. ასე კი. ბატონო თემო ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა რომ მესტუმრეთ და მინდა რომ გისურვოთ ჯანმრთელობა და ხნეობა მე მოხარული ვარ რომ დღევანდელი გადაცემით ჩვენს ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა საინტერესო თემები კიდევ იქნება უამრავი მთელი წლის განმავლობაში ასე რომ მე ვისურვებდი რომ თქვენ ყოველდღე გიხილოთ ჩემს ეთერში თელი სულითა და გულით გელით. უღრმესი მადლობა ბატონ ნიკოლას. მოგითხრა ყველას, მოგითხრა ოჯახში ყველას და ჩვენ ქართველებს, ჩვენ ემიგრანტებს, რომლებიც უყურებენ თქვენ გადაცემას. ყველას მოვეკითხავთ, დიდი სიყვარულით. ყველა ნახავს და დანარჩენს ისედაც პერსონალურად გადავცემ ყველას. დიდი მადლობა დროებით და ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას და აბა თქვენი. ასე. კარგად დაგეუბნით.